მესამე სეზონის მეორე სერიაში დათარსულებში სიახლე შემოვიდა. პირველად ვიხილეთ პერსონაჟის რეპი, რამაც იმდენად გაამართლა, რომ სერიალის განმავლობაში მოულოდნელი რეპ ბეთლები თუ სოლო ტრეკები თარსულას ვერსიის განუყოფელ ნაწილად იქცა. დღეს ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ და რანაირად შეიქმნა ეს ტრეკები. მეორე სეზონის ბოლოს თარსულას ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა პერსონაჟმა განდრონმა ცვლილება განიცადა, იმიტომ რომ დაბოლდა და სამყაროს სხვანაირი თვალით შეხედა. მესამე სეზონს რომ ვიწყებდი, ფიქრობდი ახლა რა ვუყო ამ პერსონაჟს თქო. თუმცა იდეა, რომ მას რეპის წერა დაეწყო, შემთხვევითი არ ყოფილა. მე და ჩემს მეგობრებს, როგორც ყველა ნამდვილ ქართველს, ძალიან გვიყვარს დალევა. ნუ მთლად მაჯიკასავით არა, მაგრამ არც ჩვენ ვაკლებთ დამიჯერე. აწი, მამა ჩემის ჭაჭას თუ ახსენებ, ეგრევე დამარტყით. ჩვენ ვიმარჯვეს. აქ შეიძლებოდა ყოფილიყო თქვენი სასმლის რეკლამა, მაგრამ არ გინდათ და რა გიყოთ. წინა კადრებში ისეთ ადამიანებს ხედავთ, რომლებიც დათარსულების გახმოვანებაში ძალიან მეხმარებიან ხოლმე. საქმე იმაშია, რომ თუ ზედმეტი მოწრუპვა მოგვივიდო და რაღაც სისულელეებს ვაკეთებდით ხოლმე. ერთ-ერთი ასეთ სისულელე, რომლის ვიდეო სამწუხაროდ არ მომეპოვება, რეპ ბეთლის მოწყობა იყო. 10 წუთიან ტაიმერს ჩავრთავდით, ტექსტ დავწერდით და მიდი. შენ თუ ფუტკარი ყზე დაისვი, ვანაში იწეგ მხოლოდ იყო მაღლა. კი, გივი ცალყვერაშვილის ეს ცნობილი ლექსი ოდესღაც სიმთვრალეში დაწერილი რეპ ბეთლის ტექსტი იყო. აქედან გამომდინარე ვიფიქრე, რომ ძალიან გადაობა იქნებოდა განდრონი რომ რეპერი გამხდარიყო. თან იქიდან გამომდინარე, რომ რეზის ტექსტის წერის დიდი ნიჭი ჰქონდა, ეს საკმაოდ შესაძლებელი ჩანდა. და როცა უთხარი, რასაც ვაპირებდი, მაშინვე დამთანხმდა და ასე შეიქმნა განდრონის პირველი ტრეკი გამიგე. კაი აბა, დავასხათ ბენზინი? კი. Yo, Gandroni. Arelodо მოსალოდნელს ნუ დაიღლითავ, ჩემზე სანამ რამე სიტყვი მანამდე ახედე ცალს. ორი მეფე არ გამოვა, გამიგე, გააგორე ჩალისე, ვისთან ბედავ სპარინგზე, წადილოკე ატმის ხე, ბიჯო. შენაირებს ვატრიალებ ჰაერში, როგორც კარტებს მაგიდასთან ბარებში. წადი ნახე შენი ტოლი, დიხლა ტოლი, ვინმე ჩმორი, შენ თუ მე ვერ გამიგე, განდრონი და გარიგებს. ნახე წეღარა უთხარი ჩემი დედაში. ნახე წეღარა უთხარი ჩემი დედაში. Teraz będzie. Uwaga, stoły, Marcia ma stoły. ამასობაში ლაიქზე ხომ არ დააჭერდით ხელს. ამ ბოლო დროს ხშირად ვახსენებ, ვიცი, მაგრამ დავაკვირდი, რომ როცა ხალხს ამას ვეუბნები, უფრო ხშირად აჭერენ ხოლმე. პირველი ტრეკის მთელი მიზანი ის იყო, რომ უბრალოდ სასაცილო ყოფილიყო და მგონი გამოგვივიდა კიდეც. ამის შემდეგ ხშირად ფიქრობდით კიდევ გაგვეკეთებინა, მაგრამ ხან ვერ ვიცლიდით, ხან ის, მაგრამ შემდეგ სერიალში მურშაკი გამოჩნდა. სხვადასხვა არც მურშაკი არ მოსულა ჰაერიდან. დაახლოებით 16-17 წლის ასაკში მე და ჩემმა ორმა მეგობარმა გადავწყვიტეთ კომიქსი გაგვეკეთებინა სახელად მურშაკის ინფერნო. მისი პრეისტორია რომ ჟავას ფსავს და დემონებს ებრძოდა სწორედ მაგ დროიდანაა, თუმცა მისი რეპერად ქცევა სპეციალურად დათარსულებისთვის გადაწყდა. რადგან მას და განდრონს შორის რეპ ბეთლის მოწყობა საოცარ იდეად ჩანდა. თან მაგ პერიოდში, როგორც მახსოვს, PvP Flow-ს ვიდეოები ძალიან ბუმში იყო და engagement-ისთვისაც ფიქრობდი, რომ ძალიან კარგი იქნებოდა. თუმცა რაღა დაგიმალოთ და ცოტა კი ნერვიულობდით გამოვიდოდა თუ არა. რეზიმ ორივე პერსონაჟის ტექსტი ერთ დღეში დაწერა. FL Studios დახმარებით, რომელსაც ბავშვობაში გასართობად ვიყენებდი ხოლმე, ტრეკი შევქმენით და ბეთლის ჩაწერა დავიწყეთ. გეგმა ასეთი იყო, მურშაკის ნაწილს მე ვახმოვანებდი, განდრონისას კი რეზი. სერიალში ვიცი რაღაცები სხვანაირად მოხდა, მაგრამ გეგმა ასე იყო, ბეთლი განდრონს უნდა წაეგო და მომავალ სერიებში, სადაც უკვე ვიცოდი, რომ პერსონაჟებს დროში უნდა ემოგზაურათ, ის დაბრუნდებოდა და მურშაკს მოუგებდა. თუმცა რაღაცები ისე არ წავიდა, როგორც გეგმავდით. ჯერ მურშაკის ვერსი ჩავწერეთ და მოსასმენად ჩაუჯექით. მოდი გავიხსენოთ მურშაკის ნაწილი. Წერიდან
გახებამდე რაც დაგერქვა ზუსტად ეგ ხარ ზედ გაკვდება ეგ სახელი დაჟე მზეზე დიდი მზე ხარ თან მაგიით კვერცხებს ხედავ დამაქცევით რასაც თესავ იმას იმ კი ახლა ჩემ წირას გაკივი არას ბედა ყველაზე ცუდი სიტყვაც კი შენთვის კომპლიმენტია ჩემი მტერია შმაკია შენი შკოდით მენტია ესა კომპანიმენტია და ჩემია ორკესტრი დაჟე მჟავა თვალზე რობსავ მაშინაც კი ნოტებს ვცვლი ადი ისე უბანში და ბურად შეხეცველე ბურად ისევე წებე ფაქტები ჩიჩკნები წამეძე ბრულად ეგ ძალებით შემთხვევი გაგმტრაფახობ დაიძმურად დასულას ნუ აბრალებ რო ხალიბდები შემძრეულად უბრალოდ ხარ კლოუნიან ზორას გოგოს ლავ სწორი დასულად ჯაფილგზასაც დენილმა ნახა გზას სწორი პროპელერით რომ შეიხე გუფროა გამწოვი შენ არა ხარ გულსას გლეტი შენ უფრო ხარ პალსონი ზემიჩკაზე გაზდინ მიზნებს ბავშვობიდან ახარისხებს ამახინჯებს იმპაქტებს რაც მის კაცობას დაუმიზნებს თაყვანს რომცებს მარტო იმას ვინც უწოდებს განდრომ ბიძას მე გადარებები ის მოქსოვილ ფორმაში მხობ ნინძას მუზეუმს რო წვავდნენ დაჟე მანდვე ბენზინს არიგებდნენ შენრებსაც მანამ უსმენენ სანამ სახელს გაიგებენ ნაგვის მეც მე რას უყურე ეშმაკებსაც ვაგინე ხო და შენ ენაზე გეტყვი მურჩაკი ვარ გამიგე მე ვარ ამთებული ასანთი პირდაპირ ნაღმის გვერდზე მე ვარ კოშმარული საგაღამი თავს რომ ბალის წედებ გადი გვერდზე დაფიცეცდე მე შემწვარომდეს დავშლი ბოლო ერთი მომენტი მავს დაჩავატევ ბოლო თმაში როცა განდრონს ასწავლი ამ გონი უფრო ყლავდება ეგო დაცემულებისგან ლიდერი ვარ შედგება დასულად და ნარწახვეთი შენს ძალებს ვერ ელევი და მუშაკი მანამ გილტყავს სანამ არ დანებდები იმის კვალობაზე, რომ გარეპვა გათხრეშილი მთვალი მდგომარეობის იქით არასდროს მიცდია, შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ კარგი გამოვიდა და ცოტა ამოვისუნთქეთ, რომ ძალიან არ შევიცხვენდით თავს. შემდეგი ვერსია რეზის უნდა ჩაეწერა. მოდი მის ნაწილსაც კიდევ ერთხელ მოვუსმინოთ. დამიბარეს მუშაკი ბეფზე გიდგება განდრონ ერთი ყურია უწიე მაგრამ ძალიან და ჩაგრო მოდი მარტო ვიდგები რომ მომიყვანო მთელი ბანდო ჰეტეროც კი არ ხარ მარაშე ლამბერ სექსუალო ჩემი მინიმუმი დათმა მიგიყვან სიკვდილის კართან არ დავუცდი წამსაც ერთსაც განდრონი ყველას ტვინს აკავს რასაც გასთან შენი გამძლეობა ჩემს პირისპირ გახარ პროპელერით საფლავი გავთხარე შიგნით მუშაკს მარხავ MC რო ხარ ვინ მიხვდება ამ სმენელი ვინ იქნება წვერი იმიტომ აქვს რომ შიში არ გასცენ მიმიკებმა ნიჩისდევნა შენი საქმე არ არის და არც გაქვს თემა გიხურებ და მაქსიფათით სროგზას ვაფშე ვინ გაყვება შენთან ასოცირებული კარგი რამე ვერ იქნება ისეთი სახელი ქვია ხეობები ერითმება და სანამ ჩემ სახელს ახსენებ მანამ გამეღიმება ჩემი ნაფურთხისე მიჩკა ჩენზე ზვირი ეღირება ხოლოდ ბოზებთან ყოფილ ხარ ეს ფაქტი ახსნის მრავალ სხვას რადგანაც ძაღლიც არ მოგცემდა რომ გაეგო მჟავას ფსამთან ჭორი დადის მაზუჩვამ შენ გრეხებს ბოლო არ უჩანს თან გინდა თავი მოიკლა მაგრამ ვერ კვანძავ მარყუშსაც ინძური სისხლის მატარებელო კოღოც არ გიკბენს მინიზომისაც რომ ვიყო შენ მიკრო ხარ გამიგე მე ენერგიას ვარიგებ შენ ძალით შარში იყოფ თავს ხო და გატესლებს სახეზე დამიძახე ილონ მასკ ამ პროპელერს ხედავ ბიჭო ხალხს უტოვებს სიარებს სამში მილიონ ბრუნს და ცოდვას ერთად დავატრიალებ ჩათვალე შენ ხარ ბავში მე კი ბიძა ჭკუას გარიგებ ეგ შენი პრობლემა იქნება შენ თუ მე ვერ გამიგე არ კარგავს დროს მოვა განდრონ სიტყვას განდობს მოგცემს განდონს რომ ბუნებამ შენაირია მის მეტი არ დაბადოს რაც უნდა შორს და რაც ახლოს მუშაკია ახლო მახლოს მაინც ია თავის თავი გმირულ სცენარშიც რომ ხატოს აი აქ პრობლემა შეიქმნა, რადგან განდრონის ნაწილი მუშაკზე ბევრად უკეთესი იყო და მივხვდით, რომ დიდი უსამართლობა იქნებოდა აქ რომ განდრონს წაეგო, ამიტომ დროში მოგზაურობა და შურიზიება დავიკიდეთ და დამსახურებულ გამარჯვებულს გვირგვინი დავადგით. ჰო, გამარჯვებულია განდრონი, მეხის დამძლევი. არ გაიხადეთ. არავინ? Yo ჯერ მარტო იმ ლაივ კომენტარებისთვის ღირდა ამდენი წვალება და ჩალიჩი. ჩატში სრული სიგიჟე ხდებოდა. ერთი ნეგატიური კომენტარიც კი არ დაწერილა ამ ეპიზოდზე. ასე რომ განდრონი როგორც ნამდვილი რეპერი პერსონაჟი შედგა. რეზიც იმდენად შეყვა ამ საქმეს, რომ როდესაც მეხუთე სეზონში მივადექით თხოვნით, კიდევ ერთი რეპი უნდა ჩავწეროთქო, ტიპს ჩემი დახმარებაც კი აღარ დაჭირდა. მუსიკას თვითონ მოიძია, ტექსტიც თვითონ დაწერა, ხმაც თვითონ ჩაწერა, ბექებიც თავად გაუკეთა და მივიღეთ განდრონის მორიგი მესამე რეპი, სახელად საქმე აქ ანზორაშია. კოკოსუმ
და ჩემთან ყოფნა როგორც სწორ დროს გავფაქტე რომ კითხამადებ მაგრამ რატომ ბარე მეგეც გამანდე მეთქი ჩემი თავი მუშაობს ახალი იდეებს პატებს ხო და მარტო ყოფნა მჭირდება შიგნით და რომ დავლაგდე აბა ხო არ ვეტყვი მართლა მამა შენის გამოგადებ ამით დავიადებ გოგოს მამენ ცოტასაც ვიდარდებ მაგრამ საქმე რაშია საქმე აქ ან ზორაში ან ზორა ქვია მამა შენ სამ სიტყვის წარმოთქმაში გოგო ხო ძერსკია და განდრონი ხო სუფორმაში მაგრამ მამის სახელი მაინც არც ფორმაში ჩემ გვერდიც უკომაშია სხვა ვერაფერს გაუბედავს განდრონი დიწონაშია ყოველი კუთხიდან ხედავს მომენტი შუთი და კბენა სფერასწრებს ისე გავთელავს სული გზნობს ყველა ნათრევად თავს ვინცა გამინათდება შარში გაყოფილი თავი კიდე ამგელი და კრავი შენი ხასიათი რავი ჩემი დარტყმა მინიმალი და შენ წევხარ როგორც გვამი განდრონისგან ესაბდარი კოპაკეში ცოტა გრამი და მეჯახუსები ბარი სადაც მე ვარ ყველა წნება თავის ჩოურ დონეცდება თვითონ დანაღმული ველი ვარ ვერავინ ვერ გამცდება ისეთი ნამდვილი ვარ ყალბი რომ შემომხედავს დინები ხუნით პატრიალე პროპელერს ცოცხალი ვინ დარჩება ხო და ხელი ბიჭო თუ გინდა რომ შეგჭეს რამე მთელი ბიჭო ნიჭის ძებნას დაანებე თავი მეთქი შეუნიჭო ვიცი ყველგან მალავ ჩემს მერე რომ აღარ ხარო ბიჭო გვილები რომ შეგჭეს რაც შენი არ არის არ უკიჭო დრონ არავისი არაფერი მართებ ჩემ წინ მიც და მიდგა მერე ეძებნენ მის განამარხებს ებაზრები მართვერს ვიცნობ ამ ქალაქის ყველა შარკის დანომენაზე ბიჭათლახური ხოდით ვისვიკარტებს გარეთ ქარები კი არ ქრის ჩემი პროპელერია გულზე მსხლიდება მისი აზრი რომ პირველია შენი გმირობ ისე პოსიც მაგაცროდი დელია ფაშისტვის განდრონის რუშლები ყველა სელია მინდა ერთი ძაკეზება ვინმე მრამე ვერ გამიგოს და თუ ვერ გამიგეცმა ეგ ღმერთმა აგარიდოს სადი შემოქმედს უთხარი ჩემი თავი მოგარიდოს მოიცა ჩასაყრელი არაფერი აღარ დარჩა კომენტარებში დამიწერეთ რომელი ტრეკია თქვენი საყვარელი და თუ დღემდე უსმენთ ხოლმე რომელიმეს. ასევე ისიც დამიწერეთ თუ გექნებათ სურვილი რომ უფრო ხშირად ვიხილოთ ესეთი ტრეკები სერიალში. დღეს ამით გემშვიდობებით, მარტის თვეში კი ბევრი საინტერესო ვიდეოთი და რა თქმა უნდა, ახალი სრულიად გიჟური სერიით დაგიბრუნდებით. მომავალ შეხვედრამდე.